სხვადასხვა მიმართულებით სამხედრო მოქმედებების შეჩერებაზე ვლადიმერ პუტინის მორიგუარს უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება. ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტს ახსენებს, რომ დონბასის დასაკავებლად ომის დაწყებიდან დღემდე არაერთი თარიღის გადავადება მოუხდა და იგივეს გაკეთება მოუწევს თუ ომს დროულად არ დაასრულებს. ის რუსეთის იერიშებს გამოეხმაურა ზაპოროჟიესა და დნიპროზე, ისევე როგორც მასობრივ დარტყმებს ხერსონზე, ხარკივზე, დონეცკსა და სუმიზე. რუსეთი თავად სიცოცხლეს უტევს, აღნიშნა მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც მოსკოვის სამოქალაქო სამიზნეებზე ნადირობაში დაადანაშაულა. Але достатньо сказати один лише факт. Მხოლოდ ერთი ფაქტი მეტყველებს ყველაფერზე. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთის არმიას 15-ჯერ მიეცა დონეცკის რეგიონის დაკავების ბოლო ვადა. რუსეთის ხელისუფლება კვლავ შეპყრობილია დონბასით. 15-ჯერ იყვნენ დარწმუნებული იმ ილუზიაში, რომ მას დაიკავებდნენ. 2022 წელს ბოლო ვადა იყო 31 მარტი, შემდეგ 9 მაისი, 1 ივნისი, 15 სექტემბერი და 31 დეკემბერი. 2023 წელს ეგრეთ წოდებულ დედლაინებს კიდევ ორი დაემატა, 1 მარტი და 31 დეკემბერი. 2024 წელს იყო კიდევ ორი თარიღი. უკვე 2025 წელს რუსები არწმუნებდნენ პრეზიდენტ ტრამპს, რომ უკრაინა ჩამოიქცეოდა. დონეცკის ასაღებად 3 ბოლო ვადა დააწესეს 1 სექტემბერი, 1 დეკემბერი, 25 დეკემბერი. ვადები წელსაც გაახანგრძლივეს. პირველი იყო 31 მარტი, შემდეგი ვადაა 1 სექტემბერი და ბოლო იყო 31 დეკემბერი. თუ რუსეთი ამ ომს არ დაასრულებს, მათ კიდევ მოუწევთ ამ ვადების გადაწევა. თუ პუტინს სურს მსხვერპლად შეწიროს კიდევ მილიონი სამხედრო, რათა იგივე კედელს ისევ დაეჯახოს, მაშინ იმ ადამიანებს, რომლებსაც მობილიზაცია ჯერ არ შეხებია და მათაც, ვინც ახლა საწვავის გრძელ რიგებში დგას, დაფიქრება მართებთ, თუ რა ელით მომავალში. შეგახსენებთ, ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ ომის დასრულების შეთავაზება. რუსეთმა ის ყოველჯერზე უარყო. І вже в цьому році ამ ყველაფრის ფონზე კიევი მოსკოვს პასუხს პირდება, რომელიც აქამდეც არ დაუკლია და რითიც პირველ რიგში რუსეთის სისტემას არყევს. რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკრაინის მიერ მიტანილი იერიშების გამო საწვავის მასშტაბური დეფიციტი აგრესორი ქვეყნის ყოველდღიურობად იქცა. Путін може скільки завгодно розказувати про телевізор, що він პუტინ შეუძლია ტელევიზიით ამტკიცოს, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, რომ ბენზინი ხელმისაწვდომია, რომ რუსი მინისტრები საკმარისად კომპეტენტურები არიან. თუმცა რუსები, რომლებსაც საწვავის მოსაპოვებლად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გრძელ რიგში დგომა უწევთ, ხედავენ, რომ ეგრეთ წოდებულ სამდღიანმა ომმა უკვე მეხუთე წლის ათვლა დაიწყო და მიაღწია წერტილს, როდესაც ნავთობით მდიდარი გაზგასამართ სადგურად წოდებული ქვეყანა ამჟამად საწვავის დეფიციტს განიცდის. ესაა ომის პირდაპირი შედეგი და უკრაინის ზუსტი პასუხის ერთ-ერთი მაგალითი და არა ტერორიზმი. ჩვენ ომის რეალობას რუსეთში ვაბრუნებთ და მათ ჩვენი მიწის ოკუპაციას ვურთულებთ. ჩვენი შორი მოქმედების სანქციები უკვე ამოქმედებულია. იგივე ხდება საშუალო მოქმედების სანქციებთან დაკავშირებითაც. დეტალურად გვაქვს განხილული ყველა საპასუხო ნაბიჯი ჩვენ სამხედრო მეთაურებთან, უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებთან. складним продовження окупації нашої землі. ვიდეო მიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტზე არსებულ ვითარებასაც შეეხო და განსაკუთრებული მადლობა სწორედ დონეცკში მებრძოლ დანაყოფებს გადაუხადა რუსეთის არმიისთვის წინააღმდეგობის გაწევის საქმეში. ვიდრე ვლადიმერ პუტინი ამოცანების ბოლომდე მიყვანას აანონსებს, კიევი გეგმავს თუ როგორ შეუქმნას მას ამ მიზნებში მაქსიმალური დაბრკოლება. ამ საქმეში მას პარტნიორების მხარდაჭერაც აქვს.